დილამშვიდობის, აი როგორც შეგვიძლია ძალიან მალე გაიარა რეკლამამ, ჩვენ დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში საინტერესო ამბებით, ინფორმაციებით და შემდეგ უკვე სტუმრებითაც და სიუჟეტებით. 24 აპრილიდან ბაგრატიონთა შტოს ერთ-ერთი წარმომადგენლის ირაკლი ბაგრატიონის პირადი არქივი საქართველოს ეროვნულ საცავში დაიდებს ბინას. კომპანია შატო მუხრანმა შეიძინა კერძო მფლობელისგან ირაკლი ბაგრატიონის პირადი არქივი და თიკო ფრანგიშვილის სიუჟეტში გაიგებთ თუ დეტალურად გავიგებთ თუ რა ხდებოდა ამ ღონისძიებაზე. ნახოთ. ჩვენი ქვეყნის წარსულის მნიშვნელოვან დეტალებს მრავალ ისტორიულ ძეგლთან ერთად მუხრანის სასახლეც ინახავს. ვენახები, მარანი და ისტორია, ეს ის ძირითადი ფასეულობებია, რომელსაც შატო მუხრანი ეფუძნება. მე-19 საუკუნის ამ ულამაზეს ნაგებობას განსაკუთრებულად ვფრთხილდებიან. ისტორიულმა სასახლემ დღეს მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლა. შატო მუხრანის დირექტორმა მეფე ერეკლე მეორის პირდაპირი შთამომავლის, ირაკლი ბაგრატიონის პირადი წერილები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცა. ღონისძიებამდე სტუმრებს საშუალება მიეცათ სასახლე დაეთვალიერებინათ და მასთან დაკავშირებულ ისტორიას უკეთ გაცნობოდნენ, რომელიც ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელს, ივანე მუხრან-ბატონს უკავშირდება. სხვადასხვა ნაგებობებთან ერთად წერილობითი დოკუმენტი უმნიშვნელოვანესი ისტორიული წყაროა. მე-20 საუკუნეში მოღვაწე ქართველი ემიგრანტის, ირაკლი ბაგრატიონის პირადი წერილები მრავალფეროვან და საინტერესო მასალას შეიცავს იმდროინდელი საქართველოს შესახებ. ეს მასალები ძალიან საინტერესოა რამდენიმე თვალსაზრისით. ერთი, რომ ირაკლი ბაგრატიონის პირადი არქივი არც ერთ დაწესებულებაში დღემდე დაცული არ არის. არ ვიცით მისი ბედი, არ ვიცით რა შემორჩა მისი ცხოვრება მოღვაწეობის ამსახველი მასალებიდან. მეორე საინტერესოა იმით, რომ ეს არის გამოგზავნილი ემიგრაციიდან საქართველოში. ირაკლი ბაგრატიონი ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაში იყო ჩართული. ქვეყნიდან შორს მყოფი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ცდილობდა. მას სურდა, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მონარქიული წყობა აღორძინებულიყო. 1942 წელს ბერლინში შემდგარ კრებაზე ირაკლი ბაგრატიონი მეფედ აირჩიეს. მეორე მსოფლიო ომის დროს მას საქართველოს მეფედ გერმანული საზოგადოების გარკვეული ნაწილიც მოიაზრებდა. ამ წერილების საფუძველზე ძალიან ბევრი რამ გახდება ცნობილი მისი ბიოგრაფიის შესახებ, მისი მოღვაწეობის შესახებ, რადგან ამ წერილებშიც საუბრობს ასევე თავისი ოჯახის, თავისი გარემოცვის შესახებ, ანუ ბაგრატიონებზე და საქმიანობის შესახებაც, რომელსაც ის ეწეოდა. რადგან საქართველოს ისტორიის უახლეს პერიოდში ძალიან ბევრი რამ არის ისეთი, რაც დღეს კიდევ შეუსწავლელია და გამოუპოვებია და როგორც ამ წერილების ზედაპირული გადათვალიერებაც ჩანს, რომ ამ თვალსაზრისით ის ძალიან ახალ საინტერესო მასალას და წყაროს შესწევს ჩვენს მკვლევარებს, რომელიც ამ საკითხებით არიან დაინტერესებული. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ეს დღე შატო მუხრანისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხანგრძლივი ურთიერთობების დასაწყისი იქნება. ჩვენთვის ეს არ არის რაღაც პიარ აქცია, რომელსაც ერთჯერადად განვახორციელებთ, არამედ ეს არის ჩვენი კომპანიის ფილოსოფია, რომ ჩვენ არა მარტო ღვინის მწარმოებელი კომპანია ვართ, არამედ ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ვცდილობთ, რომ აღვაღორძინოთ ის ისტორია, რომელიც 150 წელია მოყვება თვითონ შატო მუხრანში ღვინის წარმოებაზე, რა თქმა უნდა, იმ ტრადიციებს, რაც მუხრან-ბატონების სახლს, ოჯახს აღდა, ასე ვთქვათ. და ჩვენ ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ამ ისტორიის გაცოცხლებაში, ასე ვთქვათ, ისტორიის დაბრუნებაში. წერილების გადაცემის ღონისძიების შემდეგ სტუმრებს შატო მუხრანის ღვინის დაგემოვნების საშუალება მიეცათ. ირაკლი ბაგრატიონის პირადი არქივი კი კერძო საკუთრებიდან ახლა უკვე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაიდებს ბინას და საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ ჩვენთვის ბევრი საინტერესო დეტალი გახდება ცნობილი.